ჯვრის მონასტრიდან დაღმართისკენ მიმავალი გზა წმინდა ნინოს სახელობის მცირე ტაძრისკენ მიუყვება. ალბათ შეამჩნევდით პატარა სავანეს, სადაც შეფოთლილი ხეებია როგორც ზაფხულში, ისე ზამთარში. ეს ის ადგილია, სადაც წმინდა ნინო მუხლმოდრეკილი ევედრებოდა უფალს ქართლის მოქცევას. სწორედ ამ ადგილასაა სასწაულმოქმედი წყალი წმინდა ნინომ რომ აღმოაჩინა და მას ძუძუს წყარო ეწოდა. ამ ადგილზე იყო აკაკის ხე, რომელიც სასწაულებს ახდენდა. კურნავდა ნებისმიერი დაავადებით მისულ სნეულებს. სწორედ ეს თვისება აქვს ამ წყალსაც. მთავარია მიხვიდე რწმენით, უფალი კი აუცილებლად შეისმის შენს თხოვნას. რწმენით მისული უამრავი ადამიანი დღესაც მიდის შეწევნისათვის. ძუძუს წყალი თავად წმინდა ნინოს მიერაა ნაკურთხი და შიგ მისი ცრემლებია შერეული. გემოვნებით დედის რძეს წააგავს. სახელწოდებაც აქედან მოდის, ძუძუს წყარო. თითქმის უმი, აუდუღარი რძის გემო აქვს. ოდნავ ტკბილი და დედის რძესავით ნოყიერი და ცხიმოვანია. რაც მთავარია უნიკალური სამკურნალო თვისებების მქონეა, განსაკუთრებით ქალბატონებისათვის. დაწყებული მკერდის სიმსივნიდან და მასთან დაკავშირებული დაავადებებისთვის, წმენს კუჭ-ნაწლავს და რაც მთავარია უშუალოთა შემწეა. ამასთან ერთად მეძუძური დედებისთვის რძის გაშრობა და ასე შემდეგ. ტაძრის კედელზე გამოფენილია იმ ადამიანების სახელები და გვარები, რომლებმაც წყლის მიღების შემდეგ მშობლის ხილვა განიცადეს. ზოგიერთი მათგანი შვილს 20 წლის განმავლობაში ელოდა. დღეს ტაძარი ყოველდღიურად ათეულობით წყვილს მასპინძლობს. განსაკუთრებით აქტიური კი შაბათ-კვირასაა. წყაროს კარი ყველასთვის ღიაა. 18 წელია ამ ადგილს მამა ზაბულონი უვლის. მომლოცველებს ის თბილი ღიმილით ხვდება და წყაროს მიღების წესებს ასწავლის. ჩვენც ასევე დიდი სიყვარულით დაგხვდა და მოგვიყვა ისტორია ამ ადგილის შესახებ. ქართლში რომ შემოგზავნა წმინდა ნინო, დაახლოებით პირველი მის შემოვიდა საქართველოში, დაახლოებით 2 თვე 20 იცხოვრა რუის ურბნში. იქ ჩვენ ქართველობა კომპაქტურად დასახლებული იყო წამოსული ისრაელიდან და რუის ურბნში ცხოვრობდა და ნინო რომ შემოვიდა, გაიგეს რამე და აცხოვრებს თავიანთან დაახლოებით 19 აგვისტომდე. 19 აგვისტომდე რუის ურბნში ცხოვრობდა. 19 აგვისტო ადრე იყო ხოლმე არმაზობის დღესასწაული. ეხლა ფერისცვალების დღეა. აი ნინო გამოყვა მუზეუმი ხალხს იქიდან არმაზობის დღესასწაული. და არმაზის კერპი იდგა აი ამ უკარო დიდი მთა არის, ეგ არის ქართლოსის მთა, ანუ არმაზის მთა არის. ის პატარა ჯვარი ჩანს ახლა იქ, აქედან რომ გახედავ ჩანს ის ჯვარი. აი მაგ ჯვრის ადგილას იდგა ქანდაკება, ანუ არმაზის კერპი. და ზეიმობდნენ 19 აგვისტოს ჩვენი წინაპრები. ნინო გამოყვა დაინტერესდა თავისთავად ხარი იქიდან მუზეუმი ხალხს და აბრძანდა ზემოთ, აყვა ხალხს ზემოთ. ხო და ევედრებოდნენ როგორც ღმერთს ამ ქანდაკებას. და ეს ქანდაკება არმაზი, სიტყვა არმაზი არის სპარსული სიტყვა ფაქტიურად. არმაზ, ფარნავას, ანუ